რომ გავჩერდი. გავუშვით. ფურმე 1600 ლარიანი ტელეფონის ჩუქებას მაბრალებენ და ამ ბრალდების მეტი ვერაფერი მომიძებნა ივანიშვილმა და მისმა ბრბომ 13 წლის მანძილზე. ხო ეს ცილის წამება, ეს სიბინძურე, რასაც თითხნიან ისინი მუდმივად, რას ისახავს მიზნად. ისახავს მიზნად ერთზა მაინტერესებს რა რას ისახავს. გავუშვით. ერთის მხრივ ადამიანების გაჩუმებას და გაჩერებას, მაგრამ ძალიან კარგად ხედავენ, რომ ეს არ მოქმედებს არც პრეზიდენტ სააკაშვილზე, არც ჩემზე, არც ნაციონალურ მოძრაობაზე და ჩვენს არც ერთ მხარდამჭერზე და მე ყოველთვის მინდა აღვნიშნო, როგორ მეამაყება, რომ მე მივეკუთვნები სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც 13 წელია. ასეთი სიმტკიცით, სიმამაცით იბრძვის ირანში. ტელეფონზე არ რამდენი თქვა. ეგ ვიშა მიმართლოს თავი. თინა ბოკუჩავაზე სიბიძურების ლაპარაკი არ შეიძლება. და არც არაფერს არ ვამბობ და არავის არ უთქვია, თორე სიბიძურების ლაპარაკი ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება. საკითხს ვანაირად გასკაცო. ეს რო ამბობს, რომ ამდენი ხნის მანძილზე სხვა ვერაფერი ვერ მომიძებნეს, ანუ თინა ბოკუჩავას გამოძიება არავის არ დაუწყია და მისი ხარჯვების შესწავლა და ასე შემდგომ. მიშას ხარჯვაში, მიშას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ამოვარდა თინა ბოკუჩავას, ისიც ეყობა, რომ ყოლელების და ნაცისტების პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და მეტი რა გვიდა. თინა ბოკუჩავას ბრალი საერთოდ არ არის მიშამ რო ეგ ტელეფონი აჩუქა ბიუჯეტის ფულით. თუ მან ეს არ იცოდა. შეიძლება ხეებზე არა კიდე არა ასაკვირველია რა ფულით იყო ეს ამ შემთხვევაში ანუ თინა ბოკუჩავა ეს თავის თავზე მიიღო ძალიან არასწორად მიიღო რომ აქ მიშა არის საკითხი მიშა არის რომელიც შვილის ფულს ბიუჯეტიდან ფულებს ხარჯავდა ქალების უფრო დებილობებში ქალების მოვლის ფულს გიგი უგულავას მოვლის ფულს სტრიპტიზ კლუბებში სიარულის ფულს რო იმითი ბიუჯეტიდან ხარჯავდა ეგაა პრობლემა უბრალოდ თინა ბოკუჩავა ამოვარდა მაგ ხარჯებში თორე გიგი უგულავა ძალიან მაგარი. დარწმუნებული ვარ თინა ბოკუჩავას გამონძიება თუ ვინმეს დაჭირდება რაღაცა სხვასაც იფორმება. ვაფშე არ დაჭირდება არავის. თავის თავზე თვითონ თავგებს. გიგი წმინდანი ბოდიში ხმერთ. გაუშვი.